ამ ვიდეოში ნახავთ, როგორ ხედავენ ადამიანები, რომელთაც აქვთ კატარაქტა. კატარაქტა ლინზის დაავადებაა და შემდეგ ვიდეოში ზუსტად აგიხსნით რა ხდება ამ დროს. იმისათვის რომ გავიგოთ, რატომ ხედავენ ესე კატარაქტის მქონე ადამიანები, უნდა ვიცოდეთ მცირე ანატომია თვალის. აი აქ რასაც ხედავთ, ეს არის ლინზა და ეს ლინზა ამ შემთხვევაში არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ თვალმა ფოკუსირება მოახდინოს შორს და ახლოს მდებარე საგნებზე. ამას გარდა დანახული თვალმა აღბეჭდოს კონკრეტულად რეტინაზე და იქ მოახდინოს ფოკუსირება, საიდანაც ცენტრალურ ნერვულ სისტემაში და კონკრეტულად მხედველობის ცენტრში მოხდება შემდგომ ჩვენი დანახული საგნების, ასე ვთქვათ, ინტერპრეტირება. ლინზა ძირითადად შედგება მასში მდებარე სითხისა და პროტეინებისგან და ეს სპეციალური პროტეინები ჩვეულებრივ დროს ჯანმრთელი თვალის შემთხვევაში არ იწვევენ სინათლის გაფანტვას და უზრუნველყოფენ მის კონცენტრულად რეტინაზე აღბეჭდვას. ასაკთან ერთად დეგენერაციული პროცესების შედეგად ეს პროტეინები ერთმანეთთან აგრეგირდებიან, რაც ამ სითხის შემღვრევას იწვევს და შედეგად სხივი, რომელიც თვალში შემოდის, გაიბნევა და ვეღარ კონცენტრირდება ბადურაზე, შედეგად ვიღებთ ისეთ მხედველობას, როგორც ვიდეოს დასაწყისში ნახეთ.